ხუთი მიზეზი, რომელიც ამოკლებს ჩვენი ცხოვრების ხანგრძლივობას. პირველ რიგში და ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის რასაკვირველია სტრესი. ცუდი განწყობა, ნეგატიური ფიქრები და საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც არ გქონდა ახალგაზრდობაში 40 წლის ზემოთ მაინც ვისწავლოთ პოზიტიური აზროვნება. აი რას ნიშნავს პოზიტიური აზროვნება? ეხლა ამ სიტყვებიდანაც ჩანს და მიხვდებით, ანუ იფიქრო ყოველთვის პოზიტიურზე და ნებისმიერი ცუდი შემთხვევა თუ მოვლენა შეიძლება შეაფასო პოზიტიური კუთხით ან საერთოდ დააიგნორო. მე მაგალითად, როდესაც სოციალურ ქსელში ვხედავ აი ესეთ ნეგატიურ, ძალიან გაბუროტებულ თუ ბოღმით სავსე პოსტებს, მე მათ არ ვკითხულობ. ხო, რომ დავინახავ, დავიწყებ კითხვას, უკვე ხვდები რაშია საქმე და მინდა გითხრათ, რომ როდესაც წერთ ასეთ პოსტებს, პირველ რიგში აზიანებთ საკუთარ თავს და საკუთარ განწყობას ქმნით. და ზოგს ეს გვრის რაღაცა სიამოვნებას, არ ვიცი რატო, მაგრამ აი რაღაცნაირი სიამოვნების განცდა აქვთ იმისგან, რომ ისინი აი ამ აგრესიას, იმ ბოღმას, იმ რაღაცა საშინელ განწყობას გადმოანთხევენ სხვა ადამიანებზე და სხვებსაც დათრგუნავენ. მაგრამ პირველ რიგში მაინც ზიანდებით თქვენ, აი ასეთი პოსტების ავტორები. ხოლო ის, ვინც კითხულობთ ამ პოსტებს, თქვენს გიფუჭდებათ ხასიათი, ესეც მოქმედებს თქვენს ზოგად განწყობაზე. აი, ჩვენი ცხოვრება შედგება პატარა-პატარა წვრილმანებისგან, დეტალებისგან, ისევე როგორც ყველაფერი. თითქოს ეს წვრილმანია, ხო, შევედი Facebook-ზე, ან სადღაც TikTok-ზე ნაკლებადაა უფრო, იმიტომ მიყვარს TikTok-ი, რომ იქ ნაკლებადაა ესეთი რამეები. შევედი Facebook-ზე, ნახე რაღაცა საშინელი ინფორმაცია, ნახე ვიღაცას ლანძღავს, ვიღაცა კივის, ვიღაცა ჩხუბობს და მე თითქოს არაფერი, ხო, მე არ მეხება, მაგრამ გინდა არ გინდა, ეს მაინც მოქმედებს შენს ყოველდღიურობაზე. და მე პირადად ვცდილობ, რომ თავი ავარიდო ესეთ ინფორმაციებს, რასაკვირველია ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიყო საერთოდ არაფრის საქმის კურსში არ ვიყო, მაგრამ ვერიდები ესეთ ინფორმაციას, ყოველ შემთხვევაში თუ ვნახავ, შემდეგ მე ამის შესახებ არ ვფიქრობ, არ ვკითხულობ, არ ვუსმენ და ვთვლი, რომ ეს ჩემთვის საზიანოა. ეს რაც შეეხება სტრესს, პოზიტიური აზროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის მაგალითი მე მყავს ძალიან ბევრი, თუნდაც ჩემი მამამთილი 95 წლის გახდება უკვე ამ წელს, მაგრამ ამაზე კიდე ცალკე მოგიყვებით, როგორი პოზიტიური აზროვნება აქვს მას, თორემ მართალი გითხრათ, ესეთი ძალიან ჯანსაღი ცხოვრების წესი და რაღაცა ეს ფიზიკური ვარჯიში და განსაკუთრებული კვება მას არ ქონია. ძალიან ჩვეულებრივად ცხოვრობდა, უბრალოდ არის ძალიან კომუნიკაბელური და არის ძალიან პოზიტიური აზროვნების. მე ის გაბრაზებული არასდროს არ მინახია, აი რა გასაკვირიც არ უნდა იყოს. ზოგჯერ არის, რომ რაღაცაზე ესე აბუბო ხდება, მერე ბოდიშს მოიხდის და განაჩვენ გვეჩხუბება, ისე თავისთვის რაღაცაზე რაღაც გაახსენდება და მე მეუბნები, რომ პირიქით კარგია, მეუბნები და მეც ვფიქრობ, რომ ეს კარგია, ცოტა აბობოქრდეს, ცოტა გამოუშვას ეს თავისი რაღაცა ხასიათის ისინი, რაღაცა ცუდი, რომელიც ყველა შეგვიძლია დაგვიგროვდეს და ესე. მეორე, ეს არის რასაკვირველია სწორი ძილი, განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ. როცა არის ძილის ნაკლებობა, მაგრამ შეიძლება ძილის ნაკლებობა კი არ არის, არასწორი ძილის რეჟიმია. თორემ შეიძლება დაიძინო, თქვა, დილის 4 საათზე და გაიღვიძო საღამოს 4-ზე, ან 6-ზე, ხო? აი ეს უკვე არის ძილის რეჟიმის დარღვევა და ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ხოლო ფსიქოლოგია და ტვინი მოგეხსენებათ წარმართავს ყველაფერს, ყველა ჩვენს ორგანოს, ყველა ჩვენ ფუნქციას და საერთოდ ჩვენს ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია დაიძინო დღეს, გაიღვიძო ხვალ. აი ამ პრინციპით. შემდეგი ეს არის ჭარბი წონა, ძალიან მნიშვნელოვანი. ჭარბი წონა ეს ნიშნავს არასწორ კვებას, თავად ჭარბი წონა ხელს უწყობს აბსოლუტურად ყველა დაავადების განვითარებას და ჯანმრთელობის გაუარესებას. ჭარბი წონა ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამის შესახებ არსებობს ძალიან ბევრი კვლევები, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს.
მავნე ჩვევები, იქნება ეს სიგარეტის მოწევა თუ ალკოჰოლი. რასაკვირველია ხა თუ ადამიანი ეწევა დღეში ერთ ღერს ან სამ ღერს, ეს არ არის ესეთი ვთქვათ, იმდენად საშიში, რამდენადაც თუ ის ყოველდღე ეწევა მაგალითად 5 ღერზე მეც და ყოველდღე მუდმივად ხო წლების განმავლობაში. ასევეა ალკოჰოლი. თუ ალკოჰოლს ზოგჯერ დალევ, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ თუ შენ სვამ ყოველდღე და სვამ ერთ ჭიქაზე მეც, მაშინ ესეც ძალიან ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. და მეხუთე, ეს არის პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევები, თუ მას არ იტარებ ყოველწლიურად არის ადამიანები, რომელთაც არასდროს არ ჩაუტარებიათ და უკვე 40 წელს გადაცილდნენ. ეს არის ძალიან მაღალი რისკი, რომ რაიმე სახის დაავადება განვითარდება, რომელსაც ვერ აღმოაჩენ დროულად, ხოლო დროულად აღმოჩენილი პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია, მაგრამ როდესაც არის უკვე წლების განმავლობაში და მერე როდესაც ის შეგაწუხებს და მერე მიდიხარ ექიმთან, ხშირად ეს არის დაგვიანებული. ამიტომ ჩაიტარეთ ყოველწლიურად პროფილაქტიკური გინეკოლოგიური და სხვა სახის სამედიცინო კვლევები, როგორც ქალებმა, ესე მამაკაცებმა და უფრო მეტი პოზიტიური აზროვნება, პოზიტიური ფიქრები, ესეთი შვიდი კარგი განწყობა, ბევრი მოძრაობა, ძილის რეჟიმი მოწესრიგებული, ნაკლები სიგარეტი, ნაკლები ალკოჰოლი.